იპოლიტე ხვიჩიას სახელობის აკადემია 5 წლისაა. საიუბილეო თარიღი დამფუძნებელმა იუმორის ეროვნული აკადემიის წევრებთან და ქალაქის ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად აღნიშნეს. არსებობის მანძილზე იუმორის აკადემიამ 20-მდე წიგნი გამოსცა და მოიწყო 2 იუმორისტული ფესტივალი. ასევე პერიოდულად იბეჭდება გაზეთი სახელწოდებით იპოლიტე. როგორც იპოლიტე ხვიჩიას სახელობის იუმორის აკადემიის პრეზიდიუმის წარმომადგენლები ამბობენ, იუმორის ქალაქში აღნიშნული აკადემია საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. მართლაც მნიშვნელოვანია იპოლიტე ხვიჩიას სახელობის იუმორის ეროვნული აკადემიის დაფუძნება. ეს იყო ეროვნული საქმე და სხვათა შორის საქართველოს საზოგადოებამ ასეთი რამე თქვა, რომ დიდებულია ვინც ეს მოიგონა და გააკეთა. ჩვენ ეს გავაკეთეთ ქართული იუმორის დაცვისა და განვითარების საქმეში. 5 წელი შესრულდა მას შემდეგ და ბევრი რამ გავაკეთეთ. 20-მდე წიგნი გამოვეცით. 30 ნომერი გაზეთი გამოვეცით. იუმორის 2 ფესტივალი ჩავატარეთ და ახალი ძალები მოვიზიდეთ. ვფიქრობთ, რომ 5 წლის განმავლობაში ეს დიდი საჩუქარია, თანაც აღმოაჩინეთ ქართული დაკარგული ფილმი 45 წლის მანძილზე, რომელიც დაუბრუნდეთ ქართულ ქუთაისში გადაღებული ფილმი. საოცარი ქალაქი გვაქვს. ქალაქი, რომელსაც აღზარდა სამი რეზო, სამივე დიდი კაცი, სამივე დიდი იუმორისტი და დიდი მწერალი. ქალაქი, სადაც სოსოია ხარაბაძე ცხოვრობდა და თავისი იუმორით ქალაქს აფხიზლებდა. ქალაქი, სადაც ვაჟა ჭყონია ცხოვრობს და მოღვაწეობს. ძალიან დიდი საქმეა, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ბევრი გასაჭირი აქვს ქართულ ხალხს. იუმორი, ეს ის გზნობა, ეს ის წამალია, რომელიც ამ საოცრად მძიმე დღეებიდან თავდახსნეს საშუალებას აძლევს ხალხს. მნიშვნელოვანია ძალიან, იმიტომ რომ ეგრეთ წოდებული ვითომი იუმორი მომრავლდა ტელევიზიებში ედება სიცილის და ხარხარის ფონოგრამა ყოველად უნიჭა გამონათქვამებს და შემდეგ და ბევრი მიმართულება აქვს ამას და მე მგონი ამ კუთხით თავის სიტყვის იუმორის აკადემია მომავალში